ხო რა მოხდა კაცო? რაღაცა ბავშვები წაკინკლავდნენ ეზოში იქ რაღაც ამბავი იყო და აი ამასთან დაკავშირებით. გაიგებენ ვახო თვითონ. ჰა? გაიგებენ თვითონ. მე შემეშინდა კაცო არ გამომიკიდოს მეთქე რა? არ გამოგეკიდოთ, ხო? თამას იცის გამოკიდება რო იცოდე შენ? შეგჭამდა. აბასეირო. ჭიშკართან ბავშვს თუ ვინმე გამილახავდა, მაგას მე ვერ ვიფიქრებდი ახლა რა. დიდი იმედი მაქვს რომ თქვენი შვილი ველური არ არის. ჩემი შვილი ველური არ არის. ხია კუმოგიშოდეს. და გასბოლ დიალოგი. ველურია და მორჩა კაცო. მე რა რომ ჩემი სახელის ხსენება არ არის კაცო არსა. ზარალით ყველაზე მეტად მებზარალობ. ოქრო ხარ, ოქრო. ტაფებს კიდი. საკეთებს ავწყიდი მე თამას. და განათებებს კიდე პულტით. გადაჟორი ტუალეტის მექანიზმებს ავწყიდი თამას მე რო იცოდე შენ რა. მეტი აღარ შემიძლია რა. არა, ცადე ახლა ერთი წუთით მეტი აღარ შემიძლია უკვე ამოვიდე ეს კულტურული საუბრები. პროკურატურას ხელჩაკიდებულს მოიყვან შენთან. გაი ბიჭობის მაგალითია ლაპარაკ დაგე რა. არა ბიჭო, ახლა დედას მოგაწამლინებ მე. დავწყნარდე რა, ჩემი ბრალია რომ ფეხებზე მკიდია პოტელი არ ვა? ისე ფოთს უნდა სვენოდეს რომ სათანადო პატივი ვერ მოგაგო და ძეგლი რო არ დაგიდგა იქ თეატრის წინ კალზე. ასე სამიკრებულით ხელში. ხორცინებ არიან შვაკის მოგონილი. ებს ლაპარაკობთ, ბატონო ვახო. ამაზე უარესია, უნდა დაგევართოს კაცო, ა? მიდი ახლა სალაგაიების მოდგმა, ნახე ჯიშმა მოაკითხა. დავიდა. ხო ხედავ ბიჭო, რა პირობებში მიწევს ცხოვრება. მაგრამ ზაზუნა შენ მოკალი. თეოსურ ქორანო ნორმალურ, როდის მოკალი და ზაზუ. ის როგორი ფინწებოდა? ალო, სამინისტროა, ანზორი გუბასი ფიცინა. ჩვენ ადამიანები ვართ თიხის გუნდები. რასაც ჩვენგან გამოვძერწავთ? ეს ვიქნები ჩვენ ყოველთვის.